არასდროს გიფიქრია, რომ მეტი გეკუთვნოდა, ან მეტი შეგეძლო, მაგრამ თითქოს რაღაც უხილავი და აუხსნელი გიშლიდა ხელს. დღეს სწორედ ამაზე გესაუბრები. მიმოვიხილავ ამ საკითხს და შემდგომ ტაროსაც გავშლი. სწავლებათა უმრავლესობა, ეზოთერული, შამანური, თეოლოგიური თუ ფსიქოლოგიური თან ხდება, რომ წარმატების გზაზე ხშირად გვხდება უხილავი დაბრკოლებები. მათ სხვადასხვა სახელი აქვთ. უარყოფითი ენერგიები, ჩაკეტილი ბედი, ფსიქიკური ბლოკები ან ნეირომოდელები. მიუხედავად განსხვავებული სახელწოდებებისა, ყოველივე ეს ხშირად საუბრობს ერთსა და იმავე ფენომენზე. ანუ ადამიანისათვის რთულად გასაგებ, აუხსნელ თუ უხილავ დაბრკოლებაზე, რომელიც ჩვენს მიზანს, დანიშნულებასა და სურვილებს გვაშორებს. ერთგულმა მაყურებელმა, ვინც მეტნაკლებად გაიცნო ჩემი ხასიათი, უკვე კარგად იცის, რომ მე არ ვარ იმ ეზოთერიკოსთა შორის, ვინც ყველაფერს მისტიკას, ზებუნებრივ ძალებს ან ფერიების ღვინებს მიაწერს. ჩემი მიდგომა უპირველეს ყოვლისა არის მეცნიერული, რაც აერთიანებს როგორც ეზოთერიკას, აგრეთვე ფსიქოლოგიას და სხვა მიმართულებებსაც. წარმატების ან მიზნის მიღწევის გზაზე მდგომი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი არის დასწავლული უსუსურობა და არაცნობიერი წარმატების შიში. ზოგ შეიძლება გაგეცინოთ, როგორ თუ წარმატების შიში. ვის ეშინია წარმატების, ან ვის ეშინია იღბლის, ფულის, ან თუნდაც ბედნიერების, ხომ? თქვენ წარმოიდგინეთ და კი, ჩვენს ტვინს, ნერვულ სისტემას ეშინია ამისი და ამ შიშს უმკლავდება არაცნობიერისა და ქვეცნობიერის სადავეებით, რომლითაც, რა თქმა უნდა, შემდგომ გვმართავს ჩვენ. იცოდით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებების უდიდესი ნაწილი ჩვენს ტვინს ჯერ კიდევ მანამდე აქვს გადაწყვეტილი, სანამ ჩვენ ამის შესახებ გვეცოდინებოდა, ან სანამ ეს მოგვივიდოდა აზრად. ნეირომეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ძალიან ბევრი გადაწყვეტილება არ ხორციელდება ცნობიერად, არამედ მას ჩვენი ნერვული სისტემა იღებს ჩვენს ნაცვლად, მილიწამებით ადრე, სანამ ჩვენ ამას გავაცნობიერებთ. თითქოს მილიწამი ძალიან მცირე დროა, მაგრამ დამიჯერეთ, ნეირონებისათვის ეს წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობა. ზოგადად ადამიანის ტვინს და ნერვულ სისტემას ზულს გაურკვევლობა. ტვინი გამოდმებით ცდილობს რაღაცების წინასწარმეტყველებას, რათა აირიდოს თავიდან გაურკვევლობა, სირთულეები და მოულოდნელობები, რომლებიც მისთვის აღიქმება საფრთხედ. წარმატება, ოცნება, მიზანი, რომელიც არის სადღაც იქ, მომავალში, რომელიც არის გაურკვეველი ან აბსტრაქტული, ნერვული სისტემისათვის წარმოადგენს ისეთივე თავის ტკივილსა და დისკომფორტს, საფრთხეს, როგორც მაგალითად ტკივილი ან შიში. მაშასადამე თუ კი წარმატება უდრის გაურკვევლობას, გაურკვევლობა კი საფრთხეს, ნერვული სისტემა ამას იაზრებს როგორც ტკივილს და იწყებს უკან დახევას. რატომ? რადგან ეს არის ახალი ტერიტორია. ახალი, შეუცნობელი და არაპროგნოზირებადი სივრცე. მაშასადამე საფრთხე. სწორედ ამიტომ ხშირად ჩვენი ნერვული სისტემა გვეკაჩება უკან. იწვევს ენერგეტიკული ვიბრაციის დავარდნას, უარყოფითი ასტრალური ხატების ან არაცნობიერი პროექციების წარმოქმნას, რომ რამენაირად შეგვიშალოს ხელი ამ ახალ და შეუცნობელ ტერიტორიაზე შებიჯებაში. რაც შეეხება დასწავლულ უსუსურობასა და წარუმატებლობის შიშს, რომელიც ზემოთ ვახსენე. პირველს აგრეთვე უწოდებენ ხოლმე დანებების ფსიქოლოგიურ საფუძველს. ანუ რატომ შეიძლება შეტყვიდოთ ცდა, რომ რამე შეცვალო. მაშასადამე, 60-იან წლებში ვინმე მარტინ სელიგმანმა ჩაატარა კვლევები, სადაც დაამტკიცა, რომ ხშირად ცოცხალი ორგანიზმი წყვეტს მოქმედებას და ნებდება, მაშინაც კი თუ კი წარმატება არის შესაძლებელი და უფრო მეტიც, გარანტირებულიც კი. თავდაპირველად ეს ექსპერიმენტი ჩაატარეს ძაღლებზე და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი ექსპერიმენტები რა თქმა უნდა ითვლება ამორალურად და ფსიქოლოგიაში ექსპერიმენტულ მეცნიერებებშიც მაინც და მაინც მოსაწონი არ არის. მიუხედავად ამისა, მსგავსი ექსპერიმენტები საბოლოო ჯამში თუ კი მათ ძალიან ცივი გონებით შევხედავთ, მაინც იძლევიან ძალიან ზუსტ და ძვირფას პასუხებს. მაშასადამე, ესეთი შემთხვევა იყო მსგავსი ექსპერიმენტი, ძაღლებს უქმნიდნენ დისკომფორტს, შემოქონდათ გამღიზიანებელი და ამ შემთხვევაში იყენებდნენ მცირე ელექტროშოკებს, ელექტროდარტყმებს, იმპულსებს, რომელიც რა თქმა უნდა ძაღლს ტკიოდა, არსი ამოვნებდა, ოღონდ მთელი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ თავდაპირველად, როდესაც იყენებდნენ ელექტროშოკებს ძაღლებზე, ისინი ამ დარტყმებს ვერანაირად ვერ აირიდებდნენ. ანუ მარტივად რო ვთქვათ, უეჭველი უნდა სტკენოდა, ისეთი გარემო იყო შექმნილი. შემდგომ მსგავსი გამღიზიანებელი შემოიტანეს, ოღონდ ამ შემთხვევაში გაამეორეს სივრცეში, საიდანაც გაქცევა იყო შესაძლებელი.
აი პირობითად კარი იყო ღია, ან მაგალითად არაკავებდნენ ძაღლს და ასე შემდეგ. ანუ მარტივად რო ვთქვათ, მას სურვილის შემთხვევაში შეეძლო ისე ემოქმედა, რომ ტკივილი ელექტროშოკის შედეგად აღარ განეცადა. და მაშინაც კი, როდესაც გზა იყო ხსნილი და ძაღლს თავისუფლად შეეძლო გაქცევა, მაშინ სადამე ტკივილის არიდება. ის არ გარბოდა. ადამიანებიც ზუსტად იმავე საკეთებენ. როდესაც რამდენჯერმე განვიცდით მარცხს, ვიგრძნობთ ტკივილს, იმედგაცრუებას ან ტრავმებს. ჩვენ ვირჩევთ უსუსურ მდგომარეობას და ვეგუებით მას. ამიტომ ჩვენი ნერვული სისტემა წყვეტს. რატომ ვიბრძოლო? რატომ ავიტკივო თავი? მაინც არაფერი გამოვა. ეს არის უიმედობის განცდა და დასწავლილი უსუსურობა, რომელიც შემდგომ აისახება ჩვენი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროში. ყველაზე მტკივნეული კი ისაა, რომ მსგავსი დასწავლილი პროგრამა წარმოქმნილი ნერვული სისტემის თუ ნეირონული შაბლონების მიერ. ეს არის ფაქტობრივად მოჯადოების ტოლფასი. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი თვითონაბიჯით, როდესაც უახლოვდება წარმატებას, ბოლო წუთში შეიძლება მაინც არ მოქმედებდეს. ან ნებისმიერ წამს შეიძლება ჰქონდეს შესაძლებლობა ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს ცხადია უკეთესობისკენ და ამას არ აკეთებს. იმიტომ რომ მისი გონება და ნერვული სისტემა ამის ფიზიოლოგიურ დონეზე არის მიჩვეული მარცხს, წარუმატებლობას, უიღბლობას, უბედურებას და უბრალოდ აღარ მოქმედებს. რაც შეეხება მეორე ფენომენს, გულისხმობ წარმატების შიშს, ეს ფენომენი პირველმა აღმოაჩინა ფსიქოლოგმა მატინა ჰორნერმა 70-იან წლებში. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ჩვენს ფსიქიკას ხშირად უფრო ეშინია წარმატების, ვიდრე მარცხის. აი თუნდაც ზედა მაგალითზე დაყრდნობით ჩვენს ყველაფერი შეიძლება ძალიან ნათლად დავინახოთ, რადგან მარცხი არის კარგად ნაცნობი მისთვის. ოღონდ აქ საუბარი არ არის ისეთ პროგრამაზე, როგორც არის არ მინდა წარმატება. წარმატება რა თქმა უნდა გინდა შენს, მინდა მეც, ყველას უნდა. ამ შემთხვევაში საუბარია პროგრამაზე, სადაც არაცნობიერში არსებული ეს პროგრამა უფრო ჟღერს შემდეგნაირად. იქნებ სხრა დროს გავაკეთო, არ ვარ მზად, ან იქნებ ეს არ არის საჩემო გზა და ასე შემდეგ. მეტად რომ არ გამეწელოს საუბარი, მოკლედ ვიტყვი, ამ შიშის არსი მდგომარეობს შემდეგში. ადამიანს ეშინია, რომ მის წარმატებას მოჰყვება სხვათა ბოღმა, შური, მიუღებლობა, ეჭვიანობა, ზიზღი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, შიში ამ შემთხვევაში არის გაუცნობიერებელი. შესაბამისად, ეს წარმატება მოიტანს გაურკვევლობებს, ამასთანავე შეგვიქმნის ძალიან მაღალ მოლოდინებს, ვალდებულებებსა და წნეხს. ამიტომ ხშირად ფსიქიკას ურჩევნია, რომ ამ წარმატებაზე უარი თქვას და ამის გასამართლებლად ერთი შეხედვით ლოგიკურ აზრებსა და იდეებს მოგვაწვდის, ან შეგვიქმნის გარემოებებს, რომელიც შეგვაფერხებს. ეს ლოგიკური ფიქრებით უნდა შეიძლება გამოიხატოს იმ აზრების სახით, რომელიც გიკარნახებს, ესე ვთქვათ, რომ ეს გზა არ არის საშენო, ჯერ ადრე, არ ღირს მოქმედება და მოკლედ ყველანაირად გადაიდება ჩვენი სურვილიც, მიზანიც, შესაძლებლობებიც და რა თქმა უნდა, გარემოებებით შესაძლოა მოვიზიდოთ უკვე შემდგომ ასეთი აზრებით, ენერგეტიკულ დონეზეც ისეთი, რაც ყველანაირად დაგვაბრკოლებს. მოკლედ, ეს ექსპერიმენტები და კვლევები თუ გენდომებად შეგიძლიათ თავადაც მოიძიოთ, საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, მე კი ვფიქრობ, რომ დროა გადავიდეთ ტაროს გაშლაზე. როგორც უკვე მიხვდებოდით, ჩვენი გაშლის მთავარი კითხვა, რა გიშლით ხელს წარმატებაში. იგულისხმება წარმატების ზოგადი გაგებაც და ვიწროც. ამიტომ სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ კონკრეტული ცხოვრების სფეროები ან საკითხებიც ჩაიფიქროთ. ჩაიფიქრეთ ეს კითხვა, კონცენტრირდით მასზე და აირჩიეთ აქ მოცემული სამი ვარიანტიდან ის, რომელსაც გიკარნახებთ გული. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოგვყევით და მოიწონეთ ეს ვიდეო. ხოლო ბოლოს დამიტოვეთ თქვენი აზრი კომენტარებში. დამიწერეთ რა რეზონირდა, ან რისი მოსმენა გენდომებოდათ მომავალში. ხოლო თუ გსურთ პირად კონსულტაციაზე ჩაწერა, საკონტაქტო ინფორმაციას ტრადიციულად იხილავთ ეკრანზე ან ვიდეოს ქვეშ აღწერაში. თუ გაინტერესებთ ეზოთერული ონლაინ კურსები, ესტუმრეთ საიტს grimoire.g. ახლა კი გადავიდეთ პირველი ვარიანტის პასუხზე. მას სადამე პირველ ვარიანტში ვხედავთ პენტაკლების ტუზს და პენტაკლების სამიანს, რაც მეტყველებს შემდეგზე.
თქვენ გაქვთ ძალიან კარგი პოტენციალი, იკითხება რომ არსებობს გარკვეული სახის მარცვალი, რომლიდანაც ესე რომ თქვა შეიძლება აღმოცენდეს რაღაც საინტერესო, რაღაც პოზიტიური, რაღაც დადებითი და ნაყოფიერი. პენტაკლები საერთოდ მეტყველებენ მიწის სტიქიაზე, მაშასადამე გამოხატულ, ხილულ, მატერიალურ შედეგებზე. მაშასადამე ეს უფრო მეტად შეიძლება იყოს შესამჩნევი, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა ფიზიკურ სურვილებს, როგორც შეიძლება იყოს ნივთები, ქონება, შენაძენები, მდგომარეობა, სტატუსი, შეფასება, ან უშუალოდ კარიერული, ფინანსური თუ ბიზნეს სფეროები. ხელის შემცვლელი ფაქტორები შეიძლება გათამაშდეს რამდენიმენაირად, ერთის მხრივ შეიძლება იყოს პერფექციონიზმი, რომელიც კი არ გვეხმარება, არამედ პირიქით ჩვენს საწინააღმდეგო დასრულებს როლს, თუმცა მეორეს მხრივ შეიძლება იყოს გუნდურობის ან სტრუქტურირებული ცოდნის ნაკლებობა, მაგალითად ეს შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ გჭირდებათ ვიღაცის დახმარება, გჭირდებათ გუნდი, მენტორი, ადამიანი, ვინც შეგიწყობთ ხელს ან გაასწავლით როგორ განვითარდეთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფიქრობდე, რომ დამოუკიდებლად ძალიან კარგად ართმევ ყველაფერს თავს, სინამდვილეში ასე არ არის, რადგან შეგიძლია უკეთესადაც გაართვა. ხო გსმენიათ ერთ თავს ორი ჯობიაო, ან ზოგჯერ ამბობენ ორ ხელს ოთხი ჯობია და ასე შემდეგ. ზუსტად იგივეა აქაც გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ საკუთარ თავში და საკუთარ თავთან ყოფნით განვითარება არ მოდის. განვითარებისთვის აუცილებელია ახალი თვალსაჩინო, ახალი ხმა, რაც რა თქმა უნდა სხვა ადამიანისგან მოდის. თუ გყავთ გუნდი, მაშინ უფრო მეტად დააფასეთ ისინი, მეტად მოусმინეთ, ან იმუშავეთ ახალი იდეების შემოტანაზე, თუ არა და მაშინ შეიძინეთ ისეთი ადამიანები, ვინც შეიძლება ჩათვალოთ თანამზრახველებად, თანამშრომლებად, დამხმარეებად, ან საერთოდაც მენტორებად. სტრუქტურირებულ ცოდნასთან პრინციპში რჩევა ბევრად მარტივია, შეიძინეთ პირდაპირ გაგებით ცოდნა და განათლება. გაიღრმავეთ ცოდნა. მართალია შეიძლება იცნობდეთ თქვენს სფეროს 5 თითივით, შეიძლება 30 წელი მოღვაწეობდეთ, ან 50 წელი თქვენს დარგში, მაგრამ არ იქნება ზედმეტი და ურიგო რომ მიიღოთ ახალი ინფორმაციაც. თუნდაც დაუშვით ის, რომ შეიძლება მოძველებულ ტექნიკებს ფლობდეთ, შეიძლება მოძველებული ინფორმაცია გქონდეთ, ან გჭირდებოდეთ ინფორმაცია ახალ ტენდენციებსა და ტრენდებთან მიმართებით, ხომ? ასეა თუ ისე, პირველი მოკლედ და ფიქრობ, პირველხარისხოვანი და მთავარი აქ არის, რომ შევიძინოთ ნამდვილი, სიღრმისეული, მყარი, სტრუქტურირებული ცოდნა, განათლება. თუ უკვე ფიქრობთ, რომ გაქვთ ასეთი ცოდნა, მაშინ შეიძინეთ მეტი. აგრეთვე არ იქნებოდა ურიგო, ნახეთ როგორი რაღაცა მონეტების სამიანი, ამ შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე ასევე გარკვეული, როგორ თქვა, დამხმარე ძალასავით რა. ხარაჩოსავით ფაქტობრივად, რომელიც გვეხმარება საქმის შესრულებაში. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება გულისხმობდეს პირობითად არა უშუალო ინსტრუმენტებს, აი მაგალითად თუ კი თქვენ ხართ მხატვარი, ეს შეიძლება არ იყოს უშუალოდ ფუნჯების შეძენა ან ხატვის სწავლა, არამედ შეიძლება იყოს კიდევ დამხმარე გარკვეული მცირე სპეციალობა ან ცოდნა, პირობითად მარკეტინგი, რომელიც დაგეხმარება იმაში, რომ შენი ნახატები გაყიდო, ხომ? რადგან თავისთავად მხატვრობა სავარაუდოდ ისე კარგად ვერ გაყიდინებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გამოგდის. ერთ სიტყვით რომ დავაჯამოთ, თქვენ გჭირდებათ მეტი გუნდურობა, მეტი ცოდნა, მეტი ახალი ინფორმაცია და განახლებები, მზაობა და გამბედაობა რომ იმოქმედოთ, რაც შეეხება პერფექციონიზმს, იცოდეთ რომ ნაკლოვანებები, რომელსაც ხედავთ თქვენს ნაშრომში თუ თქვენს საქმეში, ცნობილია მხოლოდ თქვენთვის. სხვები ამას ვერ ხედავენ, ამიტომ ნურც მოახდენთ აფიშირებას, თუ რა თქმა უნდა ეს ნაკლოვანებები არის უმნიშვნელო და თუ რა თქმა უნდა არაფერს არ უშლის ხელს. გისურვებთ წარმატებებს, აუცილებლად დამიკომენტარეთ, რამდენად რეზონირდა ეს პასუხი თქვენთან, მე კი გადავალ მომდევნო ვარიანტის. მეორე ვარიანტის პასუხის განხილვაზე, რომელშიც ვხედავთ ბედის ბორბალს და თასების რვიანს, რომელიც მეტყველებს იმის შესახებ პირველ რიგში, რომ მოვლენები რეალურად გიშლით ხელს. ანუ საუბარი იმაზეა, რომ ეს არ არის უბრალოდ თქვენი განცდები და ემოციები, კი აქ ნაწილობრივ პრობლემა თქვენი დამოკიდებულებაც არის საკითხისადმი, თუმცა მოვლენებიც სავსებით რეალური, მატერიალური და ხილულია. აქ საუბარია იმაზე, რომ არსებობს გარკვეული გარეგანი ძალები, მოდით ესე უწოდოთ, რომელიც გიშლიან ხელს, რომელიც გებრძვიან, რომლებიც შეიძლება დროს ურევენ, შეიძლება იწვევენ არასტაბილურობის განცდას ცხოვრებაში, განცდას იმისა, რომ ბედის ანაბარა ხარ და რაც არ უნდა გააკეთო ცხოვრებაში, ხელი არ მოგემართება, შეიძლება გქონდეს იმის განცდა, რომ ერთსა და იმავე რაღაც მოჯადოებულ წრეზე ტრიალებ და ასე შემდეგ. თუმცა პრობლემა ნახეთ რაშია, სანახევრად პრობლემა კი გავიგეთ, რომ მოვლენებია და ის რომ რეალობა თუ სამყარო თუ ბედი მართლაც ცოტათი არ გვწყალობს, მაგრამ ჩნდება კითხვა ლოგიკური, რა რეაქცია მაქვს ამაზე მე.
დაუშვათ თუ კი ვიღაცა მან რაღაცა მე არ მომიმართა ხელი, შემდგომ რას ვაკეთებ, ხომ? ჩემი რეაქცია როგორი, ან რა შევცვალე იმისთვის, რომ ბედს მოემართა ჩემთვის ხელი. იმიტომ რომ აქ იკითხება ქცევის ისეთი შაბლონი, როდესაც ადამიანი აი თითქოს უნდა გავიდეს გაღმა, თითქოს უნდა გადააბიჯოს იმ ზღურბლს ფეხი, სადაც მოხდება ჭეშმარიტი ტრანსფორმაცია და აი ამ ესე ვთქვათ, მდგომარეობაში, როდესაც ერთი ნაბიჯი გიკლია წარმატებამდე, ვიხევთ უკან. უარს ვამბობთ წარუმატებლობის შიშის გამო შესაძლოა. მაგალითად, როდესაც ადამიანს იმდენად ეშინია შედეგების, რომ ცდასაც კი ანებებს თავს. პირობითად გამოცდის შედეგის იმდენად გეშინია და ჩაჭრის, რომ გამოცდაზე საერთოდ არ გადიხარ. მეორეს მხრივ იკითხება მდგომარეობა, როდესაც ადამიანი აშკარად მისდევს ცვლილებას, აშკარად უნდა ცვლილება, მაგრამ ამ პროცესში მიღებული გამოწვევებიდან გაკვეთილებს საერთოდ არ ღებულობს. შეეცადეთ პირველ რიგში მიიღოთ ის გაკვეთილები, რასაც გაწვდით სიტუაცია და რაღაც რეალურად ისწავლოთ აქედან. აი წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც მაგალითად ჯიუტად იბრძვის რაღაც იდეისათვის, გარემო, ხალხი, სამყარო ახვედრებს მას საპირისპირო შედეგსა და რეზულტატს და პიროვნება არაფერს არ ცვლის. ეს იგივეა მაგალითად, რომ რაიმე პროექტში გავიდეთ, ჟიურიმ შეგვაფასოს, უარი გვითხრას რომ მომდევნო წელს მოდი უფრო მომზადებული და ამ დროს ჩვენ მომდევნო წელსაც იგივე პროექტით გავდივართ, ან იგივე შეთავაზებით, ან იგივე ნომრით, დაახლოებით ამაზე აქ საუბარი. ეცადეთ რომ მართლა შეცვალოთ ის, რასაც აწვდით სამყაროს, თუ არა და შედეგებიც არ შეიცვლება და უბრალოდ წრეზე ვიტრიალებთ. აქ ამ შემთხვევაში საუბარია გზაზე, რომელშიც გვხვდება დაბრკოლებები, რომელშიც ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ არაფერს არ ვსწავლობთ. ეცადეთ აგრეთვე რომ ემოციურად ჩაუღრმავდეთ რაღაცებს, იმიტომ რომ შეიძლება ემოციურად ჩაღრმავებას გაურბოდეთ, შესაძლოა ემოციების განცდა არ გსურდეთ, შესაძლოა არ გინდოდეთ რომ ჩახვიდეთ ბოლომდე, ესე ვთქვათ, პრობლემების არსში და შუაგზაში უბრალოდ ნებდებოდეთ ცუდი განწყობის გამო. შეეცადეთ განწყობას არ აყვეთ, მართლა ჩაუღრმავდეთ რაღაცებს, მართლა შეცვალოთ და მოვლენებიც დარწმუნებული ვარ შეიცვლება. ან უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ მიზანი თვითონ არის ის, რაც არ გჭირდებათ და საჭიროა სხვა რამის გაკეთება. თუ ჭეშმარიტად გინდათ ის, რაც გაქვთ ჩაფიქრებული, მაშინ შეცვალეთ თქვენი მიდგომები აუცილებლად და კიდევ სცადეთ, თუ არა და ეცადეთ იფიქროთ მიზნის შეცვლაზე. მაგალითად, თუ გსურთ ახალი ავტომობილის ყიდვა და ფიქრობთ თქვათ სპორტული ავტომობილის შეძენაზე, იქნებ არ გინდათ სპორტული ავტომობილი და სედანი გინდათ, ან იქნებ სედანი არა და მაღალი გამოვლობის ავტომობილი გინდათ, ხომ? დაშვებები გააკეთეთ, რადგან შესაძლოა ის, რასაც თქვენ ახლა უმიზნებთ, საერთოდაც არ შეგეფერებათ და სამყაროს თქვენთვის სხვა რაღაც, შეიძლება უკეთესი რაღაცაც კი უნდოდეს. და ამ დროს ჩვენი სიჯიუტით ზოგჯერ მას ხელს უშლით იმაში, რომ ხელი მოგვიმართოს. მოსინჯეთ და ეცადეთ ისწავლოთ ცდა, გამბედაობა და არ იქონიოთ იმის შიში თუ რა მოხდება. მერე რა თუ არ მოგეწონება, ყოველთვის შეგიძლია ისევ დაუბრუნდე ხო წინა მდგომარეობას. აი ამაზე გაქვთ სამუშაო. მეგისურებთ წარმატებებს, გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები პასუხთან დაკავშირებით, გამიზიარეთ რამდენად რეზონირდა ეს პასუხი კომენტარებში. ახლა კი გადავალ მესამე და ბოლო ვარიანტზე. მესამე ვარიანტში ვხედავთ კვერთხების ორიანს და ხმლების ორიანს. ეს ორი მეტყველებს შემდეგ პასუხს, პირველ რიგში უნდა აღნიშნო, ძალიან საინტერესო ესეთი დამთხევა, ორივე ორიანი რო ამოვიდა, ორივე პროექციული ფორმის, ორივე პასუხისმგებელი ქმედებაზე, გადაწყვეტილებაზე, გამოხატულ მოქმედებებზე და ასე შემდეგ. შეიძლება ითქვას შემდეგი, აშკარად გაქვთ ამბიცია, გაქვთ ხედვა, გაქვთ გეგმა, პოტენციალი იმის, რომ გაფართოვდეთ, რომ მოახდინოთ ცვლილებები, მაგრამ არსებობს დაბრკოლებები შიშის, შესაძლოა გონების გაყინულობის სახით, ანუ ეს არის მდგომარეობა, როდესაც ვერა და ვერა ამუშავე აზრები, ვერა და ვერ მიხვედი დასკვნამდე, ვერ გადაწყვიტე რაღაც. ეს შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი გარემოება, როდესაც ადამიანს უჭირს ან არ სურს მწარე სიმართლესთან თვალის გასწორება. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც შემიძლია ვუწოდო ანალიზის პარალიზი. ანუ სიტუაცია, როდესაც ადამიანი იმდენად არის ჩართული ფიქრებში, ანალიზში, ლოგიკაში, დაგეგმვაში, სტრატეგიულობაში, რომ საბოლოო ჯამში გადადის უსასრულო მზადებაში და ამ მომზადების პროცესიდან მოქმედებაზე უბრალოდ ვეღარ გადავდივართ.
აი წარმოიდგინეთ, რომ მუდმივ თავდაცვის პოზიციაში იყოთ და შემტევება აღარ იყოს საერთოდ. ან წარმოიდგინეთ მსახიობი, რომელიც მუდმივად იმეორებს როლს, ფიქრობს, რომ არ არის მზად, ან უნდა რომ კიდევ უფრო დახვეწოს თავისი როლი და ამასობაში ამ ტექსტის გამეორებაში წარმოიდგინეთ, რომ მთელმა სპექტაკლმა, მთელმა პიესამ გაიარა და ის ვერადავერ გავიდა ფარდის მიღმა. ჩათვალეთ, რომ აი თქვენ სწორედ ესეთი მსახიობი ხართ. კარგად ფიქრობთ, კარგად აზროვნებთ, მაგრამ შეიძლება ამ ფიქრებისა და აზრების მოქმედებაში გადატანა გიჭირდეთ. ჩემი აზრით, ამიტომ მთავარი იდეა ამ ყველაფრის მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ გჭირდებათ მეტ იმპულსურობა, გამბედაობა, რისკიანობა და რაღაცაზე უნდა ჩამოყალიბდეთ საბოლოოდ. პირობითად თუ არჩევნის გაკეთება გიჭირს რაღაცას შორის, მაშინ გჭირდება ყველა ვარიანტში მესამე დამატებითი იდეა, ცვლადი, აზრი, რომელიც გაგიმარტივებს არჩევანს. მოიფიქრეთ ისეთი რამ, რაც მოგცემთ მოქმედების საშუალებას, თუ ფიქრობთ, რომ ინტუიციას უნდა მოусმინოთ ან გულს, მოусმინეთ მას, ყოველ შემთხვევაში რაციონალური, ლოგიკური გონების მოსმენას ამ შემთხვევაში ნაკლებად გირჩევთ, იმიტომ რომ აშკარად ძალიან ბევრ დროს გაკარგინებთ. მეორეს მხრივ იმპულსურობა იქნება კარგი, ანუ როდესაც გაჩნდება ეს კრეატიული ბიძგი, შემოქმედებითი ენერგია, რომ აი ეხლა მინდა რომ ვიმოქმედო, გააკეთეთ, აღარ დაელოდოთ, აღარ გადადოთ, თუ არა და გადადებასთან ერთად უბრალოდ შეიძლება, პირობითად ხვალ, ზეგ, მანზეგ, როცა დაგეგმავთ მოქმედებაზე გადასვლას, შეიძლება ეს ალი ჩაქრეს. და უკვე აღარ გვექნება აღარც იმის ენერგია და აღარც შემართება, რომ ვიმოქმედოთ. სურვილისაგან თუ წარმატებისაგან ერთ სიტყვით გაშორებთ უმოქმედობა. საქმე ისაა, რომ თქვენ შეიძლება თვლიდეთ, რომ ძალიან აქტიური ხართ, ბევრს შრომობთ, ბევრს მოქმედებთ, მაგრამ ნახეთ როგორ რაღაცა არსებობს მოქმედებები შინაგანი, ხო? რაც ხდება ჩვენს გულში, ჩვენს გონებაში, ჩვენს აზრებში, მაგრამ არსებობს მოქმედებები გამოხატული, გარეგანი. პირობითად შეიძლება ჩვენ დაფაზე საოცარი ფიზიკური და მათემატიკური განტოლებები ამოხსნათ, ნახაზები შევქმნათ და ასე შემდეგ, მაგრამ პირობითად იმ ნახაზიდან თუ არ გააკეთე რაღაც მართლა, ხო, მაგალითად რაღაც ამოხსენი ექსპერიმენტით თუ არ დაადასტურე, ან თქვათ თუ ინჟინერმა დახაზა რობოტი და არა აწყო ეს რობოტი ფიზიკურად, მაშინ არანაირი აზრი აღარ ექნება, ხომ ამ ნაშრომებს. ასე თქვათ, თეორია დარჩება თეორიად და პრაქტიკად ვეღარ გადაიქმნება. შესაბამისად, თუ პრაქტიკად ვერ გარდაიქმნება, ამ შემთხვევაში აღარ მოგცემს ხილულ ნაყოფს, აღარ მოგცემს შედეგს და რა თქმა უნდა ვიქნებით უკმაყოფილო. ან შეიძლება უკმაყოფილობის განცდა ჩაანაცვლოს აი ამ ანალიზის პარალიზმა, ასე ვთქვათ, როდესაც გადამეტებულ ანალიზის, ასე ვთქვათ, პროცესში ვართ ჩაშვებული და ეს ლოგიკური უწყვეტი ჯაჭვი მიმდინარეობს ჩვენში. და რა თქმა უნდა, ამასობაში გადის დრო და შორდებით წარმატებას. ერთ სიტყვით თქვენ გჭირდებათ არა სწორი სტრატეგია იმდენად, იმიტომ რომ სტრატეგია ალბათ უკვე ძალიან ბევრი და ბევრნაირი გაქვთ, არამედ სწორი მომენტი. მომენტი გულისხმობს არა ნიშანს ზემოდან, თუმცა თუ მას ელოდებით, აჰა ბატონო, ეს ნიშანია მოქმედე, არამედ ეს არის უპირველეს ყოვლისა მზაობა შინაგანი. როცა გაქვს შემოქმედებითი ენერგია, როდესაც გაქვს ხალისი, ჟარგონულად რო ვთქვათ, მუღამი რო გაგეხსნება რაღაცის გაკეთების, იმ წუთშივე იმოქმედე და აღარ გადადო. მეორეს მხრივ გადადება ანალიზი, ლოგიკა და დრო ჩათვალეთ ამ შემთხვევაში არის თქვენი მტერი, ის გაკარგვინებთ დღეებს, თვეებს და წლებს. იმედი მაქვს ეს პასუხი დაგეხმარებათ, მე კი გისურვებთ წარმატებებს. აუცილებლად დამიკომენტარეთ თქვენი აზრი და გამიზიარეთ, რამდენად რეზონირდა ეს გაშლა. ამით ჩვენი დღევანდელი ვიდეო სრულდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას დაგეხმარებათ მიღებული პასუხები. მე კი შეგახსენებთ, რომ თუ კი გჭირდებათ პირად კონსულტაციებზე, პირად ტაროს სესიებზე ან ენერგეტიკულ დიაგნოსტიკაზე ჩაწერა, შეგიძლიათ მომმართოთ პირადში. ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას იხილავთ ეკრანზე, სადაც გამოისახება ჩემი Facebook პროფილი, რომელსაც ძირითადად ვიყენებ საკონტაქტოდ და აგრეთვე იქნება ვიდეოს ქვეშ აღწერაშიც. ხოლო თუ გსურთ ონლაინ სასწავლო კურსების გავლა, ეზოთერიკის, მაგიის მიმართულებით, მაგალითად თუ გინდათ ფინანსური მაგიის დაუფლება წარმატებისთვის, ან თუ კი გსურთ თავდაცვითი მაგიის შესწავლა ან ტაროს გაშლის, ესტუმრეთ ჩემს საიტს grimoire.g, სადაც იხილავთ დეტალურ ინფორმაციას თითოეული კურსის შესახებ. დროებით გემშვიდობებით, ყველას გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერებას.